დღეს ჩვენს შესავალ სიტყვაშიც აღნიშნეთ, რომ ის გარემოებები, რომელზეც პროკურატურა უთითებს, ის აბსურდული მოცემულობა, რომელსაც წარმოადგენს როგორც დადასტურებულ ფაქტებს, ეს ყველაფერი არის უბრალოდ განპირობებული პოლიტიკური მოტივაციით და სხვა მეტი არაფრით. გარდა ამისა, ჩვენ საფუძველი კიდევ ერთხელ გამოვაცალეთ იმ მითითებას, რომ თითქოს საქმეს ყავს დაზარალებულები და ეს დაზარალებულები რომელიმე პიროვნება, რომელიმე სინდისის პატიმარმა დააზიანა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის, რასაც ჩვენ ველოდით, იმიტომ რომ თქვით, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო ეს გამრუდებული, შესაბამისად, მოსამართლეებს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციაზე დაყრდნობით და ვერ გაუძლო იმ წნეხს, რომელზედაც მე შესავალ სიტყვაში მეუთითე. გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაგვრჩა განცდა, რომ არც ფიქრია ბევრი და ეს დადასტურდა იმითაც, რომ სათათბიროდაც კი არ გასულა. ჩვენთვის გაუგებარია სასამართლო რატო არ იღებს ჩვენ არგუმენტებს. ერთადერთი კავშირი ეს არის საქმის რელევანტურობა საზოგადოებაში და პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ვთვლით, რომ მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ სასამართლოს არ დარჩება არანაირი გონივრული შესაძლებლობა, რომ ამ საქმეზე მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი და ჩვენ ამის მართლა გვწამს, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი პოზიციები, ჩვენი მტკიცებულებები და ჩვენი არგუმენტებით ამ ადამიანების ცხოვრება და არ იყვნენ ისინი დაკავშირებული პენიტენციურ დაწესებულებასთან. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასევე, რომ დრო და დრო, რაც უფრო მეტი დრო გავა, სასამართლომ შეცვალოს თავის პოზიცია, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ დემოკრატიულ ჩარჩოში, გაკეთილშობილდეს და მიიღოს პატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილება. ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ სურვილი ნამდვილად არსებობს.